ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეფასებების თემაა პოლიტიკურ წრეებში. ქართულ ოცნებაში და ხალხის ზალაში პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ. ლელოს გორის ოფისში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პარტიის დისკრედიტაციას ემსახურება. სწორი ნაბიჯი გადადგა. ეხლა ბურთი და მოედანი მათ იმაზეა, დაელაპარაკონ ხალხს და მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ, ალბათ თუ არია. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს, თვითონაც კარგად იციან და რავი, ბარიერი თუ გადალახეს, ეგეც საკითხავია, ამიტომ რაღაცებს იგონებენ, რაღაცა ცრუ მოლოდინებს ქმნიან, ცრუ ამბებს ხზავენ და მაგით უნდათ რომ ფონს გავიდნენ, რომ თავის დასავლელ დამფინანსებლებს, წყალებში დაუძინებენ მეგობრებს, გამოძალონ მერე ფული, არასამთავრობოების გავლით. იმყოფებოდნენ საჯარისმლებით დაწესებულებაში და მიეცათ მათ საშუალება, რომ ჩაებნენ საარჩევნო მარათონში, მიიღონ მონაწილეობა, კონკურენტუნარიანი იყოს საარჩევნო, წინა საარჩევნო გარემო და მშვიდ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ლელოს დაუჭერს ხარს, გახარიას, ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ. ხომ უნდა განვითარდეთ, ხომ უნდა გამოვიდეს ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს იმ წრიდან, იმ მოჯადოებული წრიდან, როდესაც ხელისუფლების ცვლილება, რევოლუციებით, უბედურობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხალხი უნდა მიეჩვიოს პოლიტიკური კულტურას. სათამაშო პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ეს რუსული სცენარი, რომელიც კიდევ ერთხელ გაითამაშეს ლელო ძლიერი საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა თავისთავად ვთანხმდებით იმაზე, რომ არაფერი არ გამოუვათ, ჩვენ ისინი სამგზის უკვე გაუგზავნეთ რუსული ხომალდის მიმართულებით და ახლა რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ კი, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას და ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სწორედ აი ამ რუსულ ოცნებას გამოუგლიჯოთ ქვეყანა ხელიდან.